მოგესალმებით მეგობრებო. ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ კონსერვატორ აქტივისტ ჩარლი კირკზე. ვინ იყო იგი? რა საქმიანობდა და რა გზა გაიარა ტრაგიკულ გარდაცვალებამდე. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. ახლა კი დავიწყოთ. ჩარლი კირკი იყო ამერიკელი მემარჯვენე პოლიტიკური აქტივისტი, მწერალი და მედია პიროვნება, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ამერიკის თანამედროვე კონსერვატიულ მოძრაობაზე. 2012 წელს, ჯერ კიდევ თინეიჯერობისას, მან დააარსა ორგანიზაცია Turning Point USA, რომელიც მიზნად ისახავდა კონსერვატიული იდეების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი საუნივერსიტეტო კამპუსებზე. კირკი იქცა დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ხმაურიან მხარდამჭერად და Make America Great Again მოძრაობის წამყვან ფიგურად. მისი ცხოვრება და კარიერა სავსე იყო როგორც შთამბეჭდავი წარმატებებით, ასევე მწვავე კრიტიკითა და სკანდალებით. 2025 წლის 10 სექტემბერს, 31 წლის ასაკში, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლისას მოკლეს, რამაც მთელი ამერიკა და მსოფლიო შეძრა. ეს ვიდეო დეტალურად მოგვითხრობს ჩარლი კირკის ფენომენის შესახებ, მისი ადრეული ცხოვრებიდან დაწყებული, პოლიტიკურ აქტივიზმში მის ჩართვამდე, Turning Point USA-ის დაარსებით, მისი იდეოლოგიური შეხედულებებით და იმ მემკვიდრეობით, რომელიც მან დატოვა. ჩარლი კირკი დაიბადა 1993 წლის 14 ოქტომბერს, ილინოისის შტატის ქალაქ არლინგტონ ჰაიტსში. ის გაიზარდა ჩიკაგოს გარეუბანში, პროსპექტ ჰაიტსში. მისი მამა, რობერტ კირკი, არქიტექტორი იყო, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ტრამპ თაუერის მშენებლობაში. დედამისი, შერონ კირკი, კი დიასახლისი იყო. კირკი აღიზარდა ევანგელურ ქრისტიანულ ოჯახში და რელიგიამ მის მსოფლმხედველობაზე უდიდესი გავლენა იქონია. სკოლის პერიოდში კირკი აქტიურად იყო ჩართული სპორტში, კერძოდ კი ამერიკულ ფეხბურთში და უკვე ამ დროს იჩენდა ინტერესს პოლიტიკის მიმართ. 2010 წელს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ის მოხალისედ მუშაობდა რესპუბლიკელი მარკ კირკის წარმატებულ კამპანიაში სენატის არჩევნებში. ეს იყო მისი პირველი მნიშვნელოვანი შეხება რეალურ პოლიტიკასთან, რამაც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაუღვივა ინტერესი ამ სფეროს მიმართ. სკოლის დასრულების შემდეგ კირკმა სწავლა ჰარპერის კოლეჯში, ილინოისის შტატის ქალაქ პალატინში მდებარე საზოგადოებრივ კოლეჯში დაიწყო. თუმცა მან იქ მხოლოდ ერთი სემესტრი ისწავლა და 2012 წელს 18 წლის ასაკში სწავლა მიატოვა, რათა მთელი თავისი დრო და ენერგია პოლიტიკური აქტივიზმისთვის დაეთმო. გავრცელებული ინფორმაციით კირკი ოცნებობდა ვესტ პოინტის პრესტიჟულ სამხედრო აკადემიაში მოხვედრას, მაგრამ უარი მიიღო. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნია, რომ სწორედ ამ იმედგაცრუებამ უბიძგა მას ალტერნატიული გზა ეპოვა საკუთარი ამბიციების რეალიზებისთვის და გამხდარიყო კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 2012 წელს 18 წლის ჩარლი კირკმა 71 წლის ჩაის პარტიის აქტივისტთან ერთად დააარსა არამთავრობული ორგანიზაცია Turning Point USA. ორგანიზაციის თავდაპირველი მიზანი იყო კონსერვატიული იდეების, თავისუფალი ბაზრის და შეზღუდული მთავრობის პრინციპების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი საუნივერსიტეტო კამპუსებზე, რომლებიც ტრადიციულად ლიბერალური იდეოლოგიის ცენტრებად ითვლებოდნენ. კირკის ქარიზმამ, ენერგიამ და სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების უნარმა სწრაფად მიიწვია ყურადღება მდიდარი კონსერვატორი დონორების. ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, რამაც მას საშუალება მისცა, რომ სწრაფად გაეზარდა მისი მასშტაბი და გავლენა. ორგანიზაციამ დაიწყო სტუდენტური ჯგუფების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ატარებდა კონფერენციებს, დებატებს და სხვადასხვა განეთქმობიარ ღონისძიებებს, სადაც მომხსენებლებად ცნობილი კონსერვატორი პოლიტიკოსები, მედია პიროვნებები და ექსპერტები გამოდიოდნენ. მიუხედავად კრიტიკის, ორგანიზაციის პოპულარობა ახალგაზრდებში სულ უფრო იზრდებოდა. კირკი ხშირად თავად მართავდა დებატებს კამპუსებზე, თავისი ცნობილი Make America Great Again ტურით ამერიკის სტატიებში, სადაც ნებისმიერ მსურველს ეპატიჯებოდა დისკუსიაში სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხზე. ეს დებატები ხშირად ვირუსულად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში და კირკს ახალგაზრდა კონსერვატორების კერდად აქცევდა. ჩარლი კირკის პოლიტიკური შეხედულებები დროთა განმავლობაში იცვლებოდა და რადიკალიზდებოდა. თავდაპირველად ის თავს ლიბერტარიანული იდეების მქონე კონსერვატორად წარმოაჩენდა, რომელიც აქცენტს აკეთებდა ეკონომიკურ თავისუფლებაზე, დაბალ გადასახადებზე და შეზღუდულ მთავრობაზე. თუმცა დონალდ ტრამპის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენასთან ერთად, კირკის რიტორიკა სულ უფრო დაუახლოვდა ტრამპის პოპულისტურ ნაციონალიზმს. ის გახდა ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და ხმაურიანი მხარდამჭერი. იცავდა მის პოლიტიკას ყველა საკითხში, დაწყებული იმიგრაციიდან და საგარეო პოლიტიკიდან, დამთავრებული კულტურული ომებით. კირკმა და მისმა ორგანიზაციამ უდიდესი როლი ითამაშეს 2016 და 2020 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მხარდამჭერი ახალგაზრდების მობილიზებაში. თავდაპირველად კირკი კრიტიკულად იყო განწყობილი ევანგელური მემარჯვენეების მიმართ. თუმცა დროთა განმავლობაში მისი შეხედულებები შეიცვალა და ის ქრისტიანული ნაციონალიზმის ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტად იქცა.
ის ამტკიცებდა, რომ ამერიკა დაარსდა როგორც ქრისტიანული ერი და რომ მისი კანონები და მთავრობა ბიბლიურ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. მან დაარსა Turning Point Faith, რომელიც მიზნად ისახავდა ეკლესიებისა და რელიგიური თემების მობილიზებას კონსერვატიული პოლიტიკური მიზნებისთვის. კირკი მწვავედ აკრიტიკებდა გლობალიზაციას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერო და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და ამტკიცებდა, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან ამერიკის სუვერენიტეტს. ის მხარს უჭერდა ამერიკა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკას, პროტექციონიზმს ვაჭრობაში და მკაცრ საიმიგრაციო კონტროლს. კირკი იყო კულტურული ომების აქტიური მონაწილე. ის მწვავედ აკრიტიკებდა მემარცხენე იდეოლოგიას, რომელსაც ის კულტურულ მარქსიზმს უწოდებდა. მისი სამიზნე ხშირად იყო მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამები, კრიტიკული რასობრივი თეორია, LGBT+ უფლებები და ფემინიზმი. ის ამტკიცებდა, რომ თეთრკანიანთა პრივილეგია მითია. კირკი ასევე იყო იარაღისტარების უფლების მტკიცე დამცველი და ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ მცდელობას შეეზღუდათ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა. Turning Point USA-ის გარდა, ჩარლი კირკმა შექმნა მძლავრი მედია იმპერია. 2020 წელს მან დაიწყო ყოველდღიური რადიო შოუ The Charlie Kirk Show, რომელიც სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონსერვატიული თოქ-შოუ ამერიკაში. მას ასევე ჰქონდა პოპულარული პოდკასტი და აქტიურად იყენებდა სოციალურ მედიას, Facebook-ს, Twitter-ს, Instagram-ს და TikTok-ს მილიონობით გამომწერის აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ. კირკი არის რამდენიმე წიგნის ავტორიც. მისი გავლენა რესპუბლიკურ პარტიაში იმდენად დიდი იყო, რომ The New York Times-მა მას მეფეების შემქმნელი უწოდა. მას შეეძლო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი კანდიდატების დასაცავად, ან იმ რესპუბლიკელების წინააღმდეგ, რომლებსაც ის არასაკმარისად ლოიალურებად მიიჩნევდა. 2025 წლის 10 სექტემბერს ჩარლი კირკი იმყოფებოდა იუტაჰის ველის უნივერსიტეტის კამპუსზე ქალაქ ორემში. ის იწყებდა თავის ახალ ტურს, სახელად ამერიკის დაბრუნების ტური. ღონისძიების დროს, როდესაც ის სტუდენტების კითხვებს პასუხობდა, კირკს სნაიპერული შაშხანიდან ესროლეს. ჩარლი კირკი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დარჩა მეუღლე, ერიკა ფრანცვე და 2 მცირეწლოვანი შვილი. კირკის მკვლელობამ შოკში ჩააგდო ამერიკული საზოგადოება და გამოიწვია პოლიტიკური ძალადობის ფართო დაგმობა როგორც რესპუბლიკელებისა თუ დემოკრატების მხრიდან. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის მკვლელობას საშინელი პოლიტიკური მკვლელობა უწოდა და განაცხადა, რომ კირკს სიკვდილის შემდეგ თავისუფლების პრეზიდენტულ მედალს დააჯილდოვებდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის თაილერ რობინსონი რამდენიმე დღის ძიების შემდეგ დააკავეს. გამოძიების პირველი ვერსიით დანაშაულის მოტივი პოლიტიკური სიძულვილი იყო. კირკის მემკვიდრეობა კომპლექსურია და წინააღმდეგობრივია. მისი მხარდამჭერებისთვის ის იყო უშიშარი და ქარიზმატული ლიდერი, რომელმაც შეძლო ახალგაზრდა თაობისთვის კონსერვატიული იდეების გაცოცხლება და მათთვის ხმის მიცემა. ის იყო პატრიოტი, რომელიც იბრძოდა ამერიკულ ღირებულებებსა და ტრადიციებისთვის. მისი კრიტიკოსებისთვის კი ის იყო საშიში დემაგოგი, რომელიც ავრცელებდა სიძულვილს, დეზინფორმაციას და შეთმობილების თეორიებს. მიუხედავად შეფასების, უდავია, რომ ჩარლი კირკი იყო თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა. მან შექმნა მძლავრი ახალგაზრდა მოძრაობა, შეცვალა რესპუბლიკური პარტიის სახე და დატავა ღრმა, თუმცა სადავო კვალი ამერიკის პოლიტიკურ ლანდშაფტზე. მისი აღმავლება და ტრაგიკული დასასრული კვლავ იქნება მრავალი დისკუსიისა და ანალიზის საგანი, როგორც ამერიკული კონსერვატიზმის ფენომენის და თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების სარკისად.